რა ხდება საქართველოს რკინიგზაში? ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ადამიანები იმ სქემებზე საუბრობენ, რომლითაც ყოფილი მაღალჩინოსნები მილიონებს იხვეჭდნენ. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი წლების წინ რკინიგზაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა შემდეგ ის დაიჭირეს და სასჯელიც მოიხადა. ნათია თოიძე მოგიყვებათ, როგორ კეთდება დიდი ფული უკონტროლო ტვირთებზე და რა სარგებელი ჰქონდა აქედან თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი იწყება. წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომლის დაკავებას. გამოძიების ინფორმაციით დაკავებული უცხოელ მეწარმეს ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ 125,000-მდე ლარს ძალაუდა სამხარაძე დანაშაულს აღიარებს. ნაციონალურმა მაუწყებლებმა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლის ირაკლი სამხარაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია 2010 წლის 26 ოქტომბერს გაავრცელეს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის საგანგებო პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში იმავე დღეს გადაიცა. დავაკავეთ საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი ირაკლი სამხარაძე, რომელმაც უცხოელ მეწარმეებს ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ გამოსძალა 124,000 ლარი. დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მალევე ტრადიციულად აღიარებითი ჩვენებაც გავრცელდა, სადაც დაკავებული ირაკლი სამხარაძე ყვება, როგორ გამოსძალა უცხოელ ინვესტორს ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ 124,000 ლარი. 2010 წლის მარტში რკინიგზაში ჩატარდა ტენდერი ვაგონების სასწორის შესახებ. მასში მონაწილეობას იღებდა სერგეი კულიკი თავის ფირმით, რომელსაც მე გამარჯვების სანაცვლოდ მოვთხოვე 124,000 ლარი. მან მოიგო ტენდერი, რომ აშკარა ჩანს, ვკითხულობ, ეს კადრები 10 დუბლი ჩაწერეს და ყველაფერი ეს ტექსტი მთლიანად მათი შეთხზული იყო. და ცდილობდნენ, რომ ეს გამომეორებინა ესე ზეპირად და უშეცდომოდ. ირაკლი სამხარაძის დაპატიმრებიდან 2 წელი 25 ოქტომბერს შესრულდება. მერვე საპყრობილეში 1 წლიანი პატიმრობის შემდეგ იგი 4 წლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. სამხარაძე დღეს კვირის რეპორტაჟთან ღია ეტყვება, რომელი ტენდერის გამო დააპატიმრეს და რეალურად ვის ინტერესებს შეეწირა რკინიგზის დირექტორთა საბჭოს მდივანი. ასე რომ საბოლოო ჯამში აი ამ სტრუქტურას და ამ სფეროს განაგებდა ეს ორი ადამიანი, ადეიშვილი და კეზერაშვილი. ირაკლი სამხარაძე იხსენებს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 25 ოქტომბერს მაშინ აიყვანეს, როდესაც სამსახურიდან სახლში დაბრუნებას აპირებდა. დაახლოებით 6-ის ნახევრისთვის აყვანილ სამხარაძეს გზაში უთხრეს, რომ დაკავების მიზეზს მოგვიანებით გაიგებდა. სამხარაძე მოდულის შენობაში მიიყვანეს და დაახლოებით 8 საათის განმავლობაში ადვოკატის გარეშე კითხავდნენ. დაკითხვას დათა ახალაია და სოსო თოფურიძე ესწრებოდნენ. არავითარი ადვოკატი არ გამომაძახებინეს და აბსურდული იყო ამის დაჟინებით მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს პირველადი დაკითხვა, როგორც მათ სურდათ, უნდა მომხდარიყო ყოველგვარი სხვა ადამიანის გარეშე. დათა ახალაიას და სოსო თოფურიძეს აინტერესებდათ რა ხდებოდა რკინიგზაში. სამართალდამცველებმა მათთვის საინტერესო ვერაფერი მოისმინეს. სამხარაძემ მათ საქართველოს რკინიგზაში მაღალი თანამდებობის პირების ბიზნეს ინტერესების შესახებ მოუყვა. ამ დროს ეჭვმიტანილი გააჩერეს. გადაზიდვის მშენებლობის თემები, სადაც თქვათ გარეულები იყვნენ ეს მაღალჩინოსნები, მათ ეს თემები არ აინტერესებდა. მეუბნებოდნენ, რომ ეს მეორედ არ გამემეორებინა საერთოდ. საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელებზე იმ პერიოდში, როგორც მე მქონა ინფორმაცია, იყო ძალიან დიდი ესეთი დატუქსვითი სამუშაოები, რომ საიდან ვიცოდი მე ამის შესახებ და რატო ვიცოდი მე ამ თემების შესახებ, ანუ რატო ვერ მოახერხეს მათ ის გაკეთება აი ამ ყველაფრის, რომ არ ყოფილიყო გახმაურებული. მოულოდნელი იყო, როდესაც შემიყვანეს ერთ-ერთ ოთახში და დამაყენეს მაგიდასთან. მე არ ვიცოდი რა უნდა ემოქმედათ. მაგრამ მე შემოვიდა ერთი ადამიანი, რომელსაც შემოიტანა თანხა, საკმაოდ ძალიან დიდი ოდენობის თანხა ეკავა ხელთ და დაიწყეს ამ თანხის გაშლა მაგიდაზე. მიუხედავად დიდი მცდელობისა და თქვათ რჩევისა, რომ ეს აბსურდული იყო, აბსოლუტურად თანხის გაშლა და თქვათ იმ საქმესთან არანაირი კავშირი არ ქონა საერთოდ თანხას და ჩემ
იმ ბრალდებას რომ მე ვითომ უკვე გამოუძალე ეს თანხა და უკვე აღებული მქონდა და ესენი უკვე ამის ფაქტის დემონსტრირებას ახდენდნენ არავის ეს არ აინტერესებდა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა და შემდეგ ტელევიზიებმა ეს კადრები ისე გაასაღეს, თითქოს ეს 124,000 ლარი ირაკლის სამხარაძემ ტენდერში გასამარჯვებლად უკრაინელ ბიზნესმენს გამოსწალა. რასაც ამბობს სოსო თოფურიძე ტელეარხებთან ინტერვიუში, აბსოლუტურად ყოველი სიტყვა და ყოველი ბრალდება არის ტყუილი, გამოგონილი და აბსურდული. ერთი წლის შემდეგ სამხარაძის განაჩენში საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მილერ ხარებავამ ჩაწერა, რომ თურმე ირაკლის სამხარაძეს ბრალიედება არა გამოძალვაში, არამედ ქრთამის მიცემის მცდელობაში. განაჩენში შეცვლილია თანხაც. კუდის მიერ მაგიდაზე გაშლილი 124,000-ის ნაცვლად ქრთამის ოდენობად განაჩენში 112,000 ლარი ჩაიწერა. კუდმა დააპატიმრა ქრთამის მიცემის ადრესატიც და ის საქართველოს რკინიგზაში კუდის მიერ დანიშნული დირექტორის მრჩეველი, ეგრეთ წოდებული ოდეერი გიორგი ბებუაა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის 11 წელი მიესაჯა. ჩვენ დაუკავშირდით საქართველოს რკინიგზაში 2010 წელს ჩატარებული ტენდერის კომისიის ხელმძღვანელს ბესო შარუხიას და ვთხოვეთ გაეხსენებინა იყო თუ არა მასზე ზეწოლა ტენდერში რომელიმე კომპანიის გამარჯვების მოთხოვნით. არა ზეწოლა იმის გამო რომ შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს არ ახსოვს ზეწოლის ფაქტი, ჩვენ შევეცადეთ ოფიციალური კომენტარი მიგვეღო საქართველოს რკინიგზისგან. თუმცა მათგან მხოლოდ წერილობითი პასუხი მივიღეთ. როგორც ჩანს, რკინიგზის მენეჯმენტამდე ჯერ სასამართლოს განაჩენს არ მიუღწევია, რადგან მათ პასუხში წერია, რომ ირაკლის სამხარაძემ ქრთამი აიღო და ამისთვის დაისაჯა. საქართველოს რკინიგზამ მეტი ინფორმაციის მისაღებად კუთში გადაგვამის ამართა. რამდენიმე წლის წინ ჩვენი საშუალო რგოლის ორი მენეჯერი, მათ შორის ირაკლის სამხარაძე, დაკავებული იქნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ქრთამის აღების ბრალდებით. ვიცით, რომ ირაკლის სამხარაძემ ბრალი აღიარა და საპროცესო გარიგების შემდეგ გათავისუფლდა. ჩვენთვის ამ საქმის სხვა დეტალები უცნობია. ტექნიკური თვალსაზრისით ნებისმიერი ვაგონი აქვს რესურსი დაიტვირთოს საშუალოდ 10%-ით მეტი ტვირთით, მეტნაკლებად თითოეული ვაგონის ტიპიდან გამომდინარე, ვიდრე არის განსაზღვრული ნორმა. იგივე 65 ტონიან ვაგონში ძალიან მარტივად შეიძლება ჩავიდეს 72-70 ტონა ტვირთი. ამიტომ ყოველდღიურად, ყოველთვიურად და ყოველწლიურად ჩვენ სახეზე შეიძლება გქონდეს ძალიან სახელმწიფოს შეიძლება გქონდეს ძალიან დიდი დანაკარგი აი ზედმეტობით გადატანილი ტვირთისა, რომელსაც აღნიშნული კომპანიები თუ გადამზიდავები თუ თვითმფლობელები სინამდვილეში არ იხდიან. 2010 წლის თებერვალში საქართველოს რკინიგზამ დინამიკურ სტატიკური სავაგონო სასწორის შეძენა მონტაჟისთვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის ვადის ამოწურვამდე განაცხადი მხოლოდ ერთმა 100%-ით ქართულმა კომპანიამ შეპესე Marine Logistics Solutions-მა შეიტანა. ტენდერის ერთადერთი მონაწილე კომპანიის იურისტი გიორგი ფორჩხიძე ამ შეპესეს 100%-იანი წილის მფლობელია. გიორგი ფორჩხიძე ამბობს, რომ უკრაინული კომპანია, რომელიც გამოძიების მასალებით დაზარალებულად დასახელდა და რომელსაც გამარჯვებისთვის ფული გამოსცალეს, Marine Logistics Solutions-ის ქვეკონტრაქტორი იყო. შესაბამისად, მისთვის გამარჯვების სანაცვლოდ ფულის გამოძალვა გამოგონილი ბრალდებაა. აღნიშნული სასწორები სპეციფიკური თემა არის და სულ რამოდენიმე ქვეყანაში იწარმოება და რამოდენიმე ფირმა აწარმოებს. ერთ-ერთი არის უკრაინაში, კერძოდ ოდესაში არის ესეთი კომპანია ოდესა პიშერმაში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან აწარმოებს ესეთ პროდუქციას, რომელმაც თანხმობა განაცხადა, რომ ითანამშრომლებდა ჩემთან. გამოცხადების შემდეგ, როცა უკვე ფაქტის წინაშე დადგნენ, როგორც თვითმფლობელები, ასევე გადამზიდავი კომპანიები, რომ ეს კონტროლის მექანიზმი ინერგებოდა საქართველოს რკინიგზაში და რომელიც აბსოლუტურად ყველა გადამზიდავს, გააკონტროლებდა ტვირთების წონებთან დაკავშირებით, აიძულეს საქართველოს რკინიგზის მაღალჩინოსნები, რომ რამენაირად ხელი შეეშალათ ამ სასწორის დამონტაჟებაში. სასწორის საქართველოში შემოტანას და მის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც სარკინიგზო მაგისტრალის ზესტაფონის მონაკვეთზე უნდა ამოქმედებულიყო, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ნებართვაც დასჭირდა.
სარკინიგზო სასწორებით უკვე ყველა ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი. ტრანზიტული და შვიდა ტვირთების კონტროლი არ ხდება მხოლოდ საქართველოს ძირითად სარკინიგზო მაგისტრალზე. რაც რკინიგზას ჰქონდა მოთხოვნილი ეს იყო ანუ მოძრავი შემადგენლობის აწარმოება როგორც სტატიკაში, ასევე დინამიკაში. ანუ შემადგენლობას არ უნდა შეეჩერებინა სვლა ის მოძრაობაში, უნდა გაივლო და ისე უნდა აწონილიყო ეს ტვირთები. ასევე ითვალისწინებდა აღნიშნული სასწორი ვაგონის ამოცნობას, მის კლასიფიკაციას, ასევე თავისთავად აწონვასაც და ასევე ტვირთის ამოცნობასაც კოდების მიხედვით. და მოცულობის დადგენას, ანუ შეიძლებოდა თუ არა გარკვეული მოცულობის ტვირთი იმ წონის ყოფილიყო, რაც ვაგონში ეწყო ამ პირიქით. თქვათ იმ წონის იმ მოცულობის ყოფილიყო, რაც საბუთებში იყო მითითებული. ანუ სრულ იდენტიფიცირებას აკეთებდა. პირველი პრობლემები იქ წარმოიშვა ის, რომ პროექტი არ არსებობდა ამის მონტაჟის. ანუ ტენდერი გამოცხადდა ისე, რომ პროექტი არ არსებობდა. სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ ვადებში სასწორის მონტაჟი დასრულდა. თუმცა ამის შემდეგ საქართველოს რკინიგზისგან კიდევ უფრო მეტი პრობლემები დაიწყო. რკინიგზამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა. საქმეში ჩაერთო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროც, რომელსაც დამონტაჟებული სასწორის ვარგისიანობა უნდა დაედგინა. თემა გაჩერებული არის ექსპერტიზაზე. ექსპერტიზას ჯერ საბოლოო დასკვნა არ დაუწერია, ვარგო და ეს სასწორი არ ვარგო და რეალურად მოხდა ის, რომ აღნიშნული ობიექტი ანუ სასწორს არ უნდა ემუშავა რა, ობიექტი იქნებოდა არ იქნებოდა, სასწორს არ უნდა ემუშავა. თუ ამ სასწორს მიიღებდნენ ექსპლუატაციაში, მაშინ დაისმებოდა კითხვა, რატო არ მუშაობს ეს სასწორი. ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, რომ საერთოდ არ მიეღოთ ექსპლუატაციაში. გიორგი ფორჩხიძე აპირებს საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართოს. ირაკლი სამხარაძე კი გვიყვება, რომ სასწორის გარეშე გადაზიდული უკონტროლო ტვირთები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს მრავალმილიონიან ზარალს აყენებს. კეზერაშვილი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი რკინიგზის მაღალჩინოსნები კი ამით ყოველწლიურად კოლოსალურ მოგებას იღებენ. ანუ ეს იყო კონტროლის მექანიზმი ძალიან მყარი და თანამედროვე, რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რომ ნებისმიერ დროს შეგვეძლო გაგვეგო თუ რომელი კომპანია ზუსტად რა რაოდენობის ტვირთს იზიდავდა კონკრეტულ მომენტში. ვის არ აწყობდა სასწორის დამონტაჟება. ეს იყო პირველ რიგში ნავთობგადამზიდავები, რომელსაც საქართველოში ერთი ადამიანი კეზერაშვილი კრიშავდა და აკონტროლებდა. როგორც ირაკლი სამხარაძე ყვება საქართველოს რკინიგზის ჯერ კიდევ მოქმედი გენერალური დირექტორი ირაკლი ეზოგბაია, დავით კეზერაშვილის და მისი მფარველის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის სურაბ ადეიშვილის დავალებების შემსრულებელი იყო. დავით კეზერაშვილის მეგობარი რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ახლა უკვე ყოფილი დირექტორი დავით ჯინჯოლია ბოლო რამდენიმე თვეა კეზერაშვილის კომპანიების, მათ შორის ვაგონშემკეთებელი ქარხნის კონსულტანტია. კონტროლებად კი არა იმ 7 წლის განმავლობაში, რომელიც მე ვიმუშავე. სატვირთოს მოგება ალბათ ავიდა 72%-ზე და მსოფლიო ბაზრებზე გავაყენეთ ეს კომპანია და თავიდან ბოლომდე მსოფლიო დიდი 4-ეულის აუდიტის მიერ იქნა ეს მოწმებული რა და ხა რომელიმე თანამშრომელი თუ არ ნაბიჯენი იმის გამო რომ ფულს იპარავდა და სამსახურიდან გავაგდე ასე კომენტარს ვერ გავაკეთე. უკვე რამდენიმე წელია კეზერაშვილის სამეგობროთი და ფინანსური პოლიციის კადრებით კომპლექტდება საქართველოს რკინიგზის გენინსპექცია. სწორედ მათ მოიფიქრეს და ერთმანეთის მიყოლებით დაიჭირეს რკინიგზისთვის შეუცვლელი კადრები. შემდეგ კი ისინი ისევ სამსახურში დააბრუნეს. დაშინების, დაპატიმრების და ზეწოლის შედეგად ადეიშვილ კეზერაშვილის გუნდმა რკინიგზაში ყველაფერზე ხელისმომწერი თანამშრომლები მიიღო, რომლებმაც კარგად იციან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში რა წელით. მე მახსოვს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს, როდესაც შუშის ფერი ვერ შეურჩიეს საქართველოს პრეზიდენტს და აი ეს აღნიშნული შუშის ფერზე ძალიან დიდი რესურსი და დიდი თანხები დაიხარჯა. რომ ეს შუშის ფერი ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორც კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტს უნდოდა. ლაზერული საათის დამონტაჟება, რომელიც აეროპორტის წინ მდებარე ჩვენს ვокზალზე არის მის პერიმეტრია განთავსებული, რომელიც 200,000 ლარზე მეტი დაჯდა აი ამ ელემენტარული ლაზერული საათის მინათება, რომელიღაც ერთ-ერთ ფასადზე.
პრეზიდენტის სურვილების ასრულების ადრესატი საქართველოს რკინიგზა რომ ხშირად გამხდარა, მისი ყოფილი ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილიც ადასტურებს. ონოფრიშვილი იმასაც იხსენებს, როგორც ცდილობდა მისი დირექტორობის დროს რკინიგზაში გავლენის მოპოვებას, მაშინ ფინანსური პოლიციის შეფი დავით გეზერაშვილი. მანამდე ჩემ დროს ერთი 5 თვე იყო, ასე ვთქვათ, საფინანსო პოლიცია გეზერაშვილის უწყება, როგორც პირდაპირ მე მებრძოდა, რომ რამენერად მე ასე ვთქვათ, უნდა ყოფილიყავი ამ საქმეს მოცილებული, შემდეგ კიდე ერთი წელი დარჩნენ და ფაქტიურად წელიწადზე მეტხანს ფინანსური პოლიცია რეალურად მართავდა რკინიგზას. საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ახალი თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი უკონტროლო ტვირთების აღრიცხვას და რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალზე სასწორის დადგმას ჯერ კიდევ 2004 წლიდან აპირებდა. თუმცა სასწორი რკინიგზის მთავარ მონაკვეთზე დღემდე არ დგას.